იმის პარალელურად, რომ ამ წუთებშიც თბილისის საქალაქო სასამართლოში პარტია ლელო ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ მათ ცენტრალურ ოფისში სამუშაო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და შეხვედრა იმართება. შეხვედრას მართავს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე, სხვა პარტიის წევრებთან ერთად და ისინი ხვდებიან რეგიონულ ლიდერებს. ახლა ამ წუთებშიც აქტიურად მიმდინარეობს კითხვა-პასუხის და განხილვის რეჟიმში ეს შეხვედრა და რა თქმა უნდა დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთ განსახილველ საკითხს წარმოადგენს ის გამოწვევები, ამოცანები, პრობლემები, რაც რის წინაშეც ახლა დგას თავად პარტია და ასევე რა თქმა უნდა დღევანდელ შეხვედრაზე ეს ადამიანები საუბრობენ იმ ორ მთავარ საკითხზე, რომლის გარშემოც უკვე 120 დღეზე მეტია, რაც სრულიად საქართველო არის გაერთიანებული და ეს არის ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. პარტია ლელო ძლიერი საქართველოს ლიდერებმა დღეს კიდევ ერთხელ დააფიქსირეს ამ შეხვედრაზე მათი პოზიციაც, რომ ახლა ამ პარტიის მთავარ ამოცანას სწორედ ის წარმოადგენს, რომ ჩაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები, პატიმრები, რომლებიც უკვე რამდენიმე თუ არაც ოლიგარქის რეჟიმის ტყვეობაში იმყოფებიან და როგორც შეხვედრაზე დააფიქსირეს ამ ადამიანებმა მათი პოზიცია, ისინი იბრძოლებენ იქამდე, სანამ არ დაათმობინებენ ეგრეთ წოდებულ რეჟიმს მმართველობას და ქვეყანას ევროპულ კურსზე არ დააბრუნებენ. დღეს ჩვენ შეხვედრა გვაქვს ძლიერ საქართველოში, პარტია ძლიერ საქართველოში, ჩვენი რეგიონის ლიდერებთან. პარტია იზრდება, პარტიის სტრუქტურები ყალიბდება უფრო ძლიერად. ჩვენ ვმზადებით ახალი არჩევნებისთვის, რაც აუცილებლად იქნება დანიშნული საქართველოში. ჩვენ ვმზადებით და ყოველდღურად ზაობაში ვართ იმისათვის, რომ პროტესტი გაძლიერდეს, გამათავისუფლოთ პოლიტპატიმრები და ერთხელ სამუდამოდ გაუშვათ ქართული ოცნება, მოღალატეობრივი ქართული ოცნება პოლიტიკური ასპარეზიდან. ეს პროცესი გაგრძელდება და ძალიან მახარებს ის ამბავი, რომ ძალიან ბევრი ახალი პარტიის წევრი გვემატება არა მარტო თბილისში, არამედ რეგიონებში. დიდი შემადგენლობით ვართ დღეს შეკრებილი რაიონებიდან ვართ მოგზაურები, რათა ხელმძღვანელობას შევხვდეთ, გავისაუბროთ ის საკითხებზე, რომელიც აუცილებელი არის ჩვენი ქვეყნისათვის. ჩვენი პარტია ფართოვდება, ხალხი შემოგვიყვება ძალიან ბევრი, როგორც ქალაქებში, ისე რაიონებში და ამით მე პირადად ძალიან დიდი ყვაყოფილი ვარ და რა თქმა უნდა ჩვენი ხელმძღვანელობა. დღეს იქნება რაღაც ისეთი შეკითხვები, რომელიც გვაინტერესებს რეგიონის ხელმძღვანელებს. წარმოადგენლები ვართ რეგიონის ლიდერები, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პარტიული ზრდა, რაც არის საკმაოდ შესამჩნევი. არიან ადამიანები, რომლებიც უკვე თვითდინებით მოდიან ჩვენს პარტიაში, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ყველა კარგად გრძნობს იმას, რომ ჩვენ უნდა მივაღწიოთ ახალ არჩევნებს, ეს არის ჩვენი უპირობო მოთხოვნა, ასევე უნდა მოხდეს პოლიტპატიმრების გათავისუფლება. როგორც გითხარით, გამომდინარე იქედან, რომ სრულიად მოულოდნელად ჩაინიშნა პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი, ის ამ წუთებში ამ შეხვედრას ვერ ესწრება, თუმცა როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ის მოემართება იმისთვის, რომ თავადაც შეხვდეს რეგიონულ ლიდერებს. დღეს ეს შეხვედრა დღის ბოლომდე გაგრძელდება, ისაუბრებენ სხვადასხვა თემასა თუ საკითხზე, მაგრამ მაინც მთავარი, რასაც ეს ადამიანები ამ შეხვედრაზე აფიქსირებენ, არის ის, რომ ისინი აპირებენ და იბრძოლებენ ბოლომდე ქართველ ხალხთან ერთად, რა თქმა უნდა, სანამ იქამდე ბოლომდე, სანამ არ დაუბრუნდება ქვეყანა ევროპულ კურსს.